ქუთაისში მინიქალაქის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები ნიკიასა და თაბუკაშვილის დამაკავშირებელ გზაზე თურქული კომპანიის შეპესეს ასალ ინშაათის მიერ ხორციელდება. კომპანიის წარმომადგენლის ნინო გურგენიძის თქმით, მშენებლობა თითქმის 2 თვე არაც დაიწყო. პირველი ეტაპი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის დასრულების შემდეგ კი უკვე სავაჭრო ცენტრი მოეწყობა. გაკეთდება აუზი და სპორტული გასართობი ინფრასტრუქტურა. მშენებლობა 21,000 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს. პროექტისათვის კი დაახლოებით 5 მილიონია გათვალისწინებული. მინიქალაქის მშენებლობა 2 წელიწადში დასრულდება. ინვესტორებმა მინიქალაქს ვარდის უბანი დაარქვეს. პროექტი დაწყებული არის დაახლოებით 2 თვის უკან დაიწყო აქტიური მშენებლობა. ამ ეტაპზე, ანუ ფუნდამენტებზე მიმდინარეობს მუშაობა. პროექტი სვადა მოიცავს 18 თვეს. კეთდება დახურული ქალაქი, ეგრეთ წოდებული, ანუ დაცვის სისტემით, თავისი გასართობი ეზოებით, ჰაუსებით და ასე შემდეგ. სახლები არის 2 ტიპის, ანუ დუბლექსის ტიპის და ჩვეულებრივი ბლოკი, რომელიც არის 4 საცხოვრებლებიანი. პირველ ეტაპი მხოლოდ მოიცავს საცხოვრებელი ბინების მშენებლობას. მეორე ეტაპზე უკვე სავაჭრო ცენტრი აშენდება, რომელიც სამსართულიანი იქნება. ამ პროექტისთვის გამოყოფილი არის 5 მილიონი. პროექტი კეთდება 2 ჰექტარზე. პირველი სამუშაოები დაწყებული და დაინტერესება საკმაოდ დიდი არის. ძირითადად ინტერესდებიან საზღვარგარეთ მყოფი ქართველები, რომლებიც ესეთ კომფორტულ გარემოს უკვე მიჩვეულები არიან. და ეს მსგავსი პროექტი ქუთაისში ჯერ არ გახორციელებულა.